დავბრუნდით ეთერში, ძალიან საინტერესო თემაა ჩემო ნატუკა, გვინდა ვისაუბროთ იმ საინტერესო ტექნიკაზე, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ ცვლილებაში. ესე იგი, ნეიროგრაფიკა არის ესეთი ქვეცნობიერთან მუშაობის მეთოდი, ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა ხატვის დახმარებით. ესე იგი, ხო, შესაძლებლობას ხდის სრულად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. გაგიკვირდებათ ამ ტექნიკით სურვილების ასრულება შესაძლებელია ჩემო ნატუკა და რადგან ახალი წელი გვიახლოვდება ჩვენს მაყურებელს სწორედ სრულებს რომ უკავშირდება ისეთი ჯადოსნური ახალი წელი რომ უსურვოთ უნდა მოვიწვიოთ არაჩვეულებრივი სტუმარი და იქნებ ნეიროგრაფიკით კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის სურვილები რა თქმა უნდა ესე იგი ჩვენი სტუმარი დღევანდელი გახლავთ არაჩვეულებრივი ადამიანი ფსიქოლოგი ნეიროგრაფიკის სპეციალისტი ქალბატონი ნინო ჩუბინიძე, სწორად მობრძანით. ძალიან ბევრ კითხვას დაგისვამთ ქალბატონო ნინო, იმიტომ რომ ძალიან დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. და ლამაზად გამოიყურებით კიდევ. გილოცავთ აქვე ნიკოლოზობას. ჩვენთვის ეს ვთქვათ რომ ცნობილი იყოს, მაყურებელთვის შეიძლება ძალიან უცნობი იყოს და გვინდა მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია გავიგოთ ამ კონკრეტული ამბის შესახებ, რომ უფრო მეტი იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა ნეიროგრაფიკაზე. ხო, არც მე უბრალოდ ამიტომ მოკლედ შეიძლება თქვენთვის ცოტა პრიმიტიული იყოს ის კითხვები, რასაც ჩვენ დაგისვამთ. მაგრამ ყველაფერი გვაინტერესებს და მაყურებელსაც რომ ესე მარტივად გავაგებინოთ რა არის. დიდი სიამოვნებით გაგიზიარებთ ყველაფერს, რისი გაზიარებაც შემიძლია, მივესალმები მაყურებელს და ყველას გილოცავთ. ქალბატონო ნინო, დავიწყოთ თვითონ ნეიროგრაფიკა რა არის? რას მოიცავს? კი. ნეიროგრაფიკა თვითონ მოიცავს სიტყვები რომ განსაზღვროთ და ვისაუბროთ ამაზე, ნეირონებს ვხატავთ. გრაფიკის მეშვეობით ფაქტიურად, ანუ ჩვენ ტვინს ვაძლევთ ახალ დირექტივებს. იმიტომ რომ ტვინი არის ორგანო, რომელიც როგორც კომპიუტერი, გარკვეული პროგრამა არის მასში ჩაწერილი და ამ პროგრამით მუშაობს, ხო? თუ ჩვენ გვინდა რაიმე ცვლილება შევიტანოთ, ან ვიპოვოთ მასში არსებული ისეთი გზები, ისეთი ნეირონების სინაფსები შევქმნათ, ახალი ბმები, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჩვენს სურვილზე, ჩვენს მისწრაფებაზე, აი ამას ვაკეთებთ ნეიროგრაფიკის მეშვეობით. როგორ ხდება ეს? აი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თუ აუცილებლად სპეციალისტთან უნდა მოვიდეს და ის უნდა დაეხმაროს. სპეციალისტთან უნდა მოვიდეს ან ონლაინ, ან რეალში, იმიტომ რომ ნეიროგრაფიკა იხატება ალგორითმის მიხედვით. არის რაღაცა ამბანი, კი, გაწერილი ალგორითმია, 7 საფეხურია მას და აი ეს 7 საფეხური აუცილებლად უნდა გავიაროთ, რომ მივიღოთ ის შედეგი, რა შედეგით ჩვენ გვსურს. სანამ ამ საფეხურებზე ჩვენ კონკრეტულად ჩაგეკითხებით, მანამდე მაინტერესებს აი მაგალითად როგორ გვეხმარება ნეიროგრაფიკა, იმიტომ რომ არიან ადამიანები ვინც ელემენტარულ ხაზის გასმაზეც კი პირიქით იძაბება, უფრო ნერვი ეშლება, უფრო აწუხებს ეს, ვიდრე ამშვიდებს. როგორ გვეხმარება ეს? კი, პირველ რიგში ადამიანი უნდა ცნობიერად იყოს განწყობილი, რომ ეს არის ტექნიკა, რომელიც მას მიიყვანს გარკვეული A წერტილიდან B წერტილში. ანუ ნეიროგრაფიკა არის ცნობიერი მუშაობა საკუთარ თავთან და გვეხმარება როგორ? აი, დავუშვათ, არის ერთი ალგორითმი, რომელიც მე ძალიან მიყვარს. რუსულიდან ცოტა გადათარგმნა მიჭირს, ანუ ვისნინი ნამერინი, ანუ გამორკვევა ჩემი განზრახვის განზრახვის გამორკვევა. ასეთი ალგორითმია, რომელიც მაშინ მუშაობს, როდესაც არ ვიცი რა ვქნა. აი დაბნეული ვარ, გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ, განზრახვის ფორმირება მიჭირს და რა გავაკეთო არ ვიცი. აი ამ შემთხვევაში ჯდები და უბრალოდავლებ ნეიროგრაფიულ ხაზებს, ანუ ბიონიკური ხაზებია ესენი, რომელიც არც ერთ მონაკვეთზე თავის თავს არ გავს. ეს არ არის სინუსოიდა, ეს არ არის სწორი ხაზი, ეს არ არის კუთხეები, ეს არის აი რომ წარმოვიდგინოთ რუკაზე მდინარეები როგორ გადიან, ხო? აი ასეთი ხაზია და კარდიოგრამულ ხაზებს აი ხა ჩვენ კადრებს ვხედავთ ეთერში და დიახ. აი ის ახლა დამრგვალებებს აკეთებს ესა მაგრამ მანამდე აი ეს ხაზებს რომ მივაქცეთ ყურადღება მეგობრებო დაკლაკნილი კი
თითქოს დაკლაკნილი, ამ დროს არსად თავის თავს არ იმეორს. ანუ ეს არ არის სინუსოიდა, რომელიც კოორდინატთა სისტემით იგება და ზუსტად გადის ერთ. იმიტომ რომ ხაზი, რომელიც ზუსტ ერთმანეთს იმეორს, ეს არის ჩვენს ტვინში არსებული პატერნები, რომელიც გვაიძულებენ იგივე გამღიზიანებაზე, იგივე ქმედება გავაკეთოთ და ეს არის ჩვევები. რომლის ჩანაცვლებაც გვინდა ხოლმე, როდესაც გვინდა. ნახეთ ქალბატონინო, იქ ახლა ეწერა საფეხური 4. მაინტერესებს, მოდი დავიწყოთ პირველი საფეხურიდან და საფეხურები უფრო საფეხურები ჩავშალოთ, ხო? დიახ, ჩავშალოთ. ანუ პირველი საფეხური ეს არის თემის შერჩევა. ნეიროგრაფიკა ყოველთვის იხატება თემაზე. ეს არის თერაპიული და უფრო კოუჩინგური სამუშაო, რომლის დროსაც ადამიანი, ვინც მუშაობს, ირჩევს თემას. რა თქმა უნდა, ნეიროლინგვისტური პროგრამირების მიხედვით ხდება ამ თემის სწორად შერჩევა, იმიტომ რომ თემა უნდა იყოს წარმოდგენილი ახლანდელ დროში მტკიცებით ფორმაში. აი როგორ პირობითად მაგალითი გვინდა? აი მაგალითად სურვილი მითხარი ანდრი რამე და გავაკეთოთ ამის პროგრამა როგორც აი მინდა ვიყო ჯანმრთელი. კი, აი მაგალითად მინდა ვიყო ჯანმრთელი ადამიანი მოდის აი ამ მოთხოვნით რომ აი მინდა ჯანმრთელობაზე დავხატო, მინდა ვიყო ჯანმრთელი და ვეუბნები რომ აი წარმოიდგინე რომ შენ ზუსტად ისეთი ჯანმრთელობა როგორი შენ გინდა. რა სიტყოდი ვეკითხე? რას ვიტყოდი? ხო, რა სიტყოდი, რომ შენ უკვე ისეთი ჯანმრთელობა. რა ბედნიერება. წინვალე, ბედნიერად ვარ. ბედნიერი ხარ და აი ეს ჯანმრთელი, აი როგორ ფორმირებას გააკეთებდი იმისა, რომ შენ ახლა უკვე ჯანმრთელი ხარ, ხო? ხო, ბედნიერი, როგორ ენერგიული ვარ. ანუ აი ნახე, ამას გულისხმობს? ხო. მხიარული ვარ უფრო აი ნახე ჯანმრთელობა უნდა ჟღერდეს, ნახე. ჯანმრთელობა უნდა ჟღერდეს? კი, რატო იცი, აი უკვე წარმოიდგინე, რომ შენ უკვე მიაღწია ამას. ანუ მინდა ვიყო კი აღარ არის, უკვე ჯანმრთელი ხარ. რა ბედნიერებაა რომ ჯანმრთელი ვარ. ხო, და აი მეთი რო დაიწყო წინადადება? მე ბედნიერი ვარ რომ ჯანმრთელი ვარ. აჰა, და აი ეს მე ბედნიერი და ჯანმრთელი ადამიანი ვარ დაუშვათ, ხო? მე ჯანმრთელი და ყველაზე მოკლე ჯანმრთელი. აი ეს სამუშაო ხდება აუცილებლად რაც ჩვენ გავაკეთეთ ახლა ანდრი, იმიტომ რომ ადამიანმა აი ნახე წახვედი იმ ემოციაზე რასაც მოგიტანდა ჯანმრთელობა. მაგრამ თემაში უნდა იყოს ზუსტად ის სიტყვა, რამაც ეს ემოცია მოგიტანა, ანუ სიტყვა ჯანმრთელობა. და როდესაც ადამიანი წერს მე ჯანმრთელი ვარ, უკვე ეკითხება აი რას გრძნობ ახლა? და გრძნობს ბედნიერება, გრძნობს სიხარულს, ხო? რომ აი ეს და აი ეს სიხარული უკვე ეს მე ჯანმრთელი ვარ უკვე ტვინში მიდის დირექტივა, რომ ტვინში მოიძიოს ტვინმა ის ნეირონების ბმები გააქტიუროს, ის უნარები და შესაძლებლობები ჩვენში გააქტიუროს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ჩვენს გამოჯანმრთელებაზე. ხალბატონინო, ამბანი თუ არსებობს, აი რაღაც აი სამკუთხედი, კვადრატი, არ ვიცი მე სწორი ხაზის რაღაცა გეომეტრიული ამბანი. კი, აი ისე კარგად მისვამთ კითხვას, პირდაპირ აი კი, არსებობს, აი პირველი წამყვანი ეს არის ნეიროგრაფიული ხაზი. აი ეს ხაზი აუცილებლად უნდა შეისწავლოს, უჭირთ ხოლმე. აი აკეთებენ წვეტებს, აკეთებენ სინუსოიდებს, აკეთებენ სწორ ხაზებს. არ არის მარტივი ბიონიკური ხაზის გავლება, რომელიც არ გავს თავის თავს არც ერთ მონაკვეთზე. პირველია რომ ადამიანმა შეისწავლოს ამ ხაზის გავლება და შემდეგ უკვე გვაქვს სხვადასხვა ალგორითმები, სადაც გამოვიყენებთ. აი წრე გამოიყენება როგორც რაღაცის დამგვარება, რაღაცის დასრულება, ჰარმონიული ფიგურაა. წერაზე ვერაფერს ვერ იტკენ. სურვილის ასრულებაც? აი მაგალითად მანდალა ხო? არის ასეთი ალგორითმი ნეირომანდალა, რომელიც ზუსტადაც აი მაგას მოიცავს, რომ ცენტრში აღიქვა საკუთარი თავი და მის ირგვლივ აღიქვა შენი სურვილი, როგორ მთლიანდება, როგორ სრულდება. აი ამ ნახატით შეგვიძლია ადამიანის ფსიქოლოგიაზეც ვისაუბროთ და მის მდგომარეობაზე და რა პრობლემა აქვს. იცით, აი თითოეულ ნახატში ადამიანი თვითონ თავის თემას ხატავს და გამოაქვს. როდესაც მე ვმუშაობ ან ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, იქ ჩანს ძალიან კარგად თვითონ თერაპევტი ხედავს ადამიანს რა უჭირს. ფერებსაც თუ აქვს მნიშვნელობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფერებს და რატო? ნახეთ, ეხლა უცებ გავივლი აი ამ საფეხურებს, იმიტომ მნიშვნელობა. ნახეთ, თემა შევარჩიეთ, როგორც გითხარით. შემდეგი არის კომპოზიციის აგება. კომპოზიციაში ალგორითმის მიხედვით ვიყენებთ. შეიძლება გამოვიყენოთ ოთხკუთხედი თუ კი რაიმე სიმყარეა, რაიმე პროექტის შესახებ არის თემა და უნდა რომ რაღაც აი ასეთი მყარი მინდა პროექტი იყოს ან
აი ეს სახლის ყიდვა უნდა რა, იქ ოთხკუთხედი რაც რამე მყარია. შეიძლება გამოვიყენოთ სამკუთხედი, რომელიც აღნიშნავს მიზანსწრაფულობას, რაღაცა ისეთი გასაგებია. კი, რაღაც ჩვენ არ მაქვს, მინდა შეგვიძლია სამკუთხედი. შემდეგი წრე შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც რაღაცის დაასრულება, ჰარმონიზაცია. ესეც გასაგებია. და ეს უკვე ავაგებთ აი ამ ხაზებით და ფიგურებით გრაფიკულ ასე ვთქვათ მონახას, ეს იქნება კომპოზიცია. მეორე. მესამე ეს არის დამრგვალება. იქაც იყო. ბატონო ნინო, უკაცრავთ რომ გაწყვეტინეთ ბოდიში გიხდით. ხომ არ გადავინაცვლოთ თან დაფასთან? გადავინაცვლოთ თან გვაჩვენოთ თან აგვისთან. მაყურებლისთვისაც და ჩვენთვისაც უფრო გასაგები იქნება ეს ყველაფერი. აი მაგალითად რომ გაჩვენოთ, ხო? მოდი. კარგად ჩანს ხო დაფასი? ჩანს ხო კარგად კი ბატონო. აი ასეთი ხაზი, რომელიც შეიძლება გაივლოს, ეს არის უკვე ნეიროგრაფიული ხაზი, რომელიც თავის თავს არ სადარგავს. ასეთი რამდენიმე ხაზი თუ გაივლება, ხო და გადაკვეთავს ერთმანეს და ასე ხდება როგორც წესი, ასევე რო გითხარით რომ შეიძლება ჩავხატოთ სამკუთხედ, რომ აი დავუშვათ მე ჯამრთელი ვარ თემა იყო, ხო და აი მაგალითად პირველი საფეხურით დავიწყოთ. პირველი საფეხური მე ჯამრთელი ვარ თემა შევარჩიე. მეორე საფეხურს ახალი წელი მოდის და სურვილის ასრულება მინდა. ხო. კაი, სურვილის ჯაცრულება და ნებისმიერი სურვილიდან. ან მაშინ ეს სურვილი დაუშვათ რა ფიგურით გინდა გამოხატო? სახლი მინდა, ოთხკუთხედი. ოთხკუთხედი. ანუ მინდა მქონდეს ბინა და აი ჩემი ბინა არის აი ეს, ხო? ამ ნახევარში. აი ეს არის ჩემი. ეხლა ჩვენი მიზანი, ხო, სამკუთხედი თუ ახლა დავუშვათ, ხო? აი ამ ხაზებს უკვე როგორ გაავლებთ, იცი რომ წარმოიდგინთ რომ ეს ბინა რო გაქვს, როგორ გზნობ თავს და აი შეიძლება ერთი აფირმაცია მითხარი რომ ბინა რო გაქვს, რას გზნობ? აი დავუშვათ რა სიტყოდე. სიმყუდროვე. ხო, მე სიმყუდროვეში. სიმშვიდე. აი აქ იწყებ ხაზის გავლებას და ჩემ ბინაში სიმყუდროვე, სითბო და სიმშვიდე სუფევს. და გადიხარ ბოლომდე. ამას იმეორებ, ხო? თან ამბობ ესე იგი ამას. და ამ დროს ფერები, აი ამ დროს ფერება ჯერ გრაფიკას ვაგებთ ნატუკა. ჯერ გრაფიკას. და აუცილებელია ამ დროს რომ გადაიკვეთოს ეს ჩემი ეგრეთ წოდებული სურვილის სახლი. აი ამას თუ არ შეეხოება რანაირად. აჰა, всё, ეს ნიშო აუხსნა ჩვენ. ამას ეხება აუცილებლად. ეს არის ერთ-ერთი საბაზისო ალგორითმი, რომელსაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ. დიახ, შემდეგ? ამას აუცილებლად. აი დაუშვათ ავაგეთ, ახლა ბევრ ხაზებს აღარ გავავლებ, რომ შემდეგი ეტაპი ეს არის დამრგვალება. ანუ ჩაბმა ერთმანეთთან შეკავშირება, ხო? ეს რა ხდება, ნახეთ? აი აქ რო კუთხეებია, ეს კუთხეები უნდა დამუშავდეს და დამრგვალდეს. და რას ნიშნავს ამის დამრგვალება? აი ახლა ეს რას ნიშნავს, გეტყვით. ნახეთ, მე ერთ მაგალითს გავაკეთებ, რომ ამაზე ბევრი დრო არ დავკარგოთ. აი ნახეთ, ხო, ყველა კუთხე აი ამ ერთ წერტილში, ყველა კუთხე ფაქტიურად გავაქრე. ანუ ღია კუთხე არ უნდა დარჩეს, უნდა იყოს მომრგვალებული. ანუ წვეტი შიგნი არ უნდა იყოს შიგნით. არანაირად, ყველა კუთხე უნდა მომრგვალდეს. ეს რას ემსახურება ახლა? ეს ემსახურება ჩვენ ტვინში არსებული დაძაბულობების, სტრესების, წინააღმდეგობების გასალაშინებას, მომრგვალებას, იმიტომ რომ მომრგვალება ეს არის ისევ მანდალას ნაწილია, ისევ იქ უკვე ნახეთ ელასტიური თუ არ იქნა ჩვენი სისწარღვები, ელასტიური თუ არ იქნა ასე სიხისტრო არ იყოს, სიხისტრო არ იყოს და სხვანაირად ვერ იდინებს, ელასტიური უნდა იყოს ასევე ჩვენი ენერგოარხები, რომ ენერგიამ კარგად იდინოს მასში და არ იყოს სადმე შეფერხება. ამიტომ აი ყველა წარმოიდგინეთ, ახლა ეს რა ლამაზი გახდა აქ და ასე რომ ყველა მომრგვალდება, როგორი ლამაზი გახდება ჩვენი ნახატი, ხო და შემდეგ უნდა გაფერადდეს, ხო? ნახეთ, მე წამოვიღე ეს ერთი ხაზი, ხო? გადაკვეთა მეორე ხაზი, რომელიც შეიძლება რომ მე მომცეს ძალიან ეს კარგ ფასში კრედიტი. დაუშვათ ეს ხაზი. გადაკვეთა ამ სიამოვნება, ხო? ნახეთ. სურვილებს ვფიქრები. ხო, ნახეთ და აი ესენი რომ გადაიკვეთა და ამ ადგილს რომ მე რო დავამუშავებ, უკვე შესისხლ ხორცდება ეს ორი იდეა რომ მე თანაც ეს ფულიც მიჭირავს უკვე ხელში და თან ჩემი ბინა ესეთი ამით აუცილებლად სრულდება სურვილები. და მე აი ნამუშევარს ამ ნახატს ჩვენ სადმე გვაქვს ვიზუალიზაცია რო გავაკეთოთ თუ არ აი გეტყვით ახლა მაგალითად სხვათა შორის ახლა მქონდა კიდევ ერთ-ერთი ჯგუფური სამუშაო და იყო ერთი გოგონა რომელიც ადრე დაესწრო დაახლოებით 1 წლის წინ იგივე ნეირომანდალას ალგორითმს ვაკეთებდით სურვილზე.
და მითხრა რომ ის მანდალაო მაშინ რომ დავხატეთ თავიდან მეგონაო რომ რაღაც ესე უდგებოდიო რომ არ ვიცი რა გამოვა აქედან და მე რომ დავკიდე ვუყურებდი ამ თემას ვიმეორებდი ამ აფირმაციებს რომ გადავხედეო ანუ ვიზუალიზაციაც აუსრულდა აუსრულდა და მოვიდა მეორედ აუსრულდა. კი აუსრულდა რატო იმიტომ რომ თან მუშაობდა იცით აი მე სულ ვამბობ რომ აი იოგაზე ჩემთან რომ მოდია და იოგას რომ ვასწავლე სულ ვეუბნები ძალიან კარგია იოგას ვარჯიშები სუნთქვები ყველაფერი შინაგანი მონოლოგი მუშაობს მხოლოდ მაშინ როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ აბა რა უღრმესი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი დრო აი ესე ძალიან ესე ძირეა აუცილებლად კიდევ არაერთხელ უნდა საინტერესო თემაა და ბევრად მნიშვნელოვანი ინფორმაციები კიდე შეიძლება იყოს მასში და მე მოგიწევთ თავისუფლად კიდევ. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნინო. წავიდეთ? წავიდეთ რეკლამაზე სამწუხაროდ, მაგრამ წავიდეთ. მალე დავბრუნდებით. ძალიან მალე დავბრუნდებით.